მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში ვისწავლით თუ როგორ ხდება დომენის ვადის გახანგრძლივება. პირველ რიგში უნდა გავიაროთ საიტზე ავტორიზაცია. ამისათვის ვაჭერთ შესვლას და მოცემულ ფორმას ვავსებთ. წერთ სახელს ანუ ელექტრონულ პოსტას, რომელიც მიუთითეთ თქვენ რეგისტრაციისას და მეორეს კი პაროლს. ავტორიზაციაც გავიარეთ. ახლა დავაჭიროთ უნდა წარწერას ჩემი ანგარიში და ავტომატურად მოხვდებით მართვის პანელში. დაველოდოთ რამოდენიმე წამი. შემდეგ უნდა ავირჩიოთ დომენი, რომლის ვადის გახანგრძლივებასაც ვაპირებთ. ამისათვის მენიუში ვირჩევთ domains, დომენები და list all orders, ანუ შეგვეთების სია. სადაც მოცემული იქნება ყველა თქვენი დომენი, რომელიც დაარეგისტრირეთ. მაგალითად ავირჩიოთ ერთ-ერთი. შემდეგ უნდა მოვძებნოთ აქ ქვე მენიუში renew, ანუ განახლება. აქ უკვე მოცემული არის თვითონ ვადის ამოწურვის თარიღი და ქვევით შესაძლებელი არის ვადის არჩევა. რამდენი ხნითაც გსურთ ამ დომენისთვის პერიოდის გახანგრძლივება. მას შემდეგ რაღაც აირჩევთ ამ ვადას, მინიმუმი 1 წელია, როგორც ხედავთ და მაქსიმუმი არის აქ ამ დომენისთვის 9 წელი. ავირჩიოთ თქვათ 1 წელი და ვაწვევით ღილაკ submit. ვადასტურებთ ამას. ამის შემდეგ უკვე შექმნილი არის ეს invoice. თუ თქვათ თანხა უკვე გაქვთ დამატებული თქვენს ანგარიშზე, მაშინ უკვე არსებული თანხიდან გადაიხდით ამ დომენის საფარსულს, თუ არა და აირჩევთ აქ ონლაინ გადახდას e-manage-ის საშუალებით და აჭერთ continue, ანუ გაგრძელება და გადადიხართ უკვე უშუალოდ გადახდის გვერდზე. აქ აჭერთ ისევ გადახდას და მოხვდებით იმანის გვერდზე, სადაც უნდა დაადასტუროთ ეს გადახდა, ან უნდა უარი თქვათ. ამ შემთხვევაში თქვათ უარი. ამის შემდეგ რაც დაადასტურებთ გადახდას, ისევ დაბრუნდებით მართვის პანელის გვერდზე, სადაც იქნება შესაბამისი წარწერა. ჩვენ შემთხვევაში ეს ტრანზაქცია უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ თქვენ სულ სხვა წარწერას მიიღებთ, სადაც მოცემული იქნება დომენის განახლების შესახებ დადასტურება. ამ გზით ხდება დომენური სახელის ვადის გახანგრძლივება. იმედი არის გასაგებია ყველაფერი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.